ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, რადგან ძალიან საინტერესო რამეს გაიგებთ, კონკრეტულად როგორ უნდა გაიკეთონ ორსულებმა უსაფრთხოების ღვედი მანქანაში. ღვედის არასწორად გაკეთების დროს ავარიის შემთხვევაში არსებობს საფრთხე იმისა, რომ მთლიანი ინერცია და შემაკავებელი ძალა ღვედიდან გადავიდეს საშვილოსნოზე, პლაცენტაზე და ნაყოფზე, რამაც გამოიწვიოს ნაყოფისთვის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები. ღვედის გაკეთების გარეშე მგზავრობაზე არაფერს აღარ ვიტყვი, რადგან ეს ყველა ადამიანისთვის სასიცოცხლო საშიშია. აი ეს ტექნიკა კი არის სწორი, თუ როგორ უნდა გაიკეთოს ორსულმა უსაფრთხოების ღვედი მანქანით გზავრობისას. აი ამ ფოტოზე კარგად შეამჩნევთ სხვაობას ამ ღვედის გაკეთების ორ პრინციპს შორის და როგორც ხედავთ, სწორად ღვედის გაკეთების შემთხვევაში ის ინერციის ძალა, რომელიც ამ ღვედის შემაკავებელი ძალიდან გამომდინარე ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს, არ არის მიმართული უშუალოდ საშვილოსნოსკენ და მუცლისკენ, არამედ ეს ქვედა ნაწილი ღვედის არის მიმართული უფრო მენჯისღრუსკენ და ღვედის ზედა ნაწილი ამ შემთხვევაში ტანის ზედა სარტყელს აფიქსირებს. ამ შემთხვევაში ადამიანის სხეულის ფიქსაცია გარანტირებულია და როგორც გითხარით, შეძლებისდაგვარად ნაკლები ინერციის ძალა მოქმედებს უშუალოდ საშვილოსნოზე და ნაყოფზე. ამას გარდა თუ ადამიანი მაინც დისკომფორტს განიცდის, არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, რასაც მაგალითად ვიდეოზე ხედავთ, რომელიც მთლიანად მოაცილებს ზეწოლას ქვედა სარტყელიდანაც კი. ეს დამატებითი ხელსაწყოც აკეთებს იგივე რამეს, ანუ ქვედა სარტყელს და მენჯისღრუს აფიქსირებს ჩნომით პოზიციაში, ოღონდ ერთი განსხვავებით, ეს ყველაფერი ხდება აი ამ ხელსაწყოს გავლით.